გამარჯობათ. Მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა სრულიად სხვა კონტექსტში მოექცა, ამ ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბიბლიოთეკა როგორც ორგანიზაცია ამ შემთხვევაში თავისთავად განაგრძობს ფუნქციონირებას, განაგრძობს აქტიურად და შესაბამისად ჩვენი დაგეგმილი ღონისძიებები თქვათ აი აქტიურ ფაზაში გადაგვყავს. რაც შეეხება დღევანდელ პრესკონფერენციას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დაახლოებით იმ მასშტაბის, რა მასშტაბისაც თავის დროზე იყო თქვათ დიუმას ცენტრის ან ჰუმბოლდტის ცენტრის გახსნა, ან გნებავთ ქართულ-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუნუს ემრეს კულტურული ცენტრის მხარდაჭერით და მეშვეობით შეიძლება ითქვას იხსნება თურქული ბიბლიოთეკა, საქართველოში ყველაზე დიდი თურქული ბიბლიოთეკა, რომელიც ამავდროულად შეითავსებს საგანმანათლებლო ცენტრის თქვათ დამატებით ფუნქციებსაც. იგულისხმება ის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის 30 თანამშრომელი უფასოდ მომზადდება თურქულ ენაში. ცხადია, ეს არ გახლავთ ერთჯერადი პროცესი და თქვათ ეს ყველაფერი მოიცავს თურქული ერთი მხრივ კულტურის პოპულარიზაციასაც საქართველოში, მაგრამ მეორე მხრივ ეს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას თურქეთში, იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ეს კავშირები ჩვენ გამოგვადგება თქვათ ქართული წიგნის კუთხეების გახსნისას თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. მოგეხსენებათ 18-დან 20-მდე რომელიღაც დღეს, ზუსტად ეს დღე დაზუსტებული არ არის, სტამბულში ქართული კულტურის ცენტრში ჩვენ ხსნით ქართულ ბიბლიოთეკას, დაახლოებით 500-მდე წიგნი იქნება იქ წარმოდგენილი, გარდა ამისა იქნება დედაენები, რომელიც იქაურ ქართველებს მიეხმარება თქვათ იმაში, რომ შეისწავლონ ქართული ენა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ღონისძიებები მეტნაკლებად ერთმანეთს ემთხვევა იმ აზრით, რომ 2 თებერვალში ჩატარდება, დაასწრებს ბუნებრივია დროში საქართველოში თურქული თქვათ ცენტრის კულტურული ცენტრის გახსნა. რაც შეეხება დეტალებს, უშუალოდ მოგახსენებთ დანარჩენზე ამ ცენტრის წარმოადგენელი. იმაო სახელი გვარი უთორებდა და მოგასალმა მეთქვალას ბარიშ ტემირი იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრის დირექტორი. მე პირველ რიგში მადლობა მინდა რომ მოიხადო ამ პროცესის აქამდე ისეთი გრძელი გზა რო გავიარეთ და ბოლო დღეს უნდა მოვაძაროთ პროტოკოლი პირველ რიგში ბადონო გიორგის და ბადონო გაგიქს, იმიტომ ეს არის ჩემი აზრით ამ ორი კულტურის შორის ურთიერთობას რო გაიზიაროს ზამნიშვანი ნაბიჯია. ჩვენ ახლა ამჯერად იქ ვფიქრობ, რომ 3000-მდე ციგნით ისეთი თურქული კუთხე, თურქული ბიბლიოთეკა უნდა დავარსოთ და ვისაც სურვილი იქნება და ვინც არის მონაწილეა ბიბლიოთეკას თავისუფლად მოგზაურდების. კიდევაც ბადონო გიორგოსას რასაც თქვა, რომ ჩვენ ახლა იქ პროტოკოლის მიხედვით დაიწყება უფასო კურსები, თურქული ენის კურსები, ამჟამად 30-მდე სურვილი ვისაც აქვს, ვფიქრობ, რომ 25 თებერვალიდან დავიწყოთ და მე მინდა რომ კიდე თქვენ შესახებ ცოტა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია რომ მოვაწოდოთ. იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი 2012 წლის 31 მაისს გაიხსნა თბილისში. ჩვენ ვართ თურქეთის საელჩოდან არსებული ორგანიზაცია. ამავე დროს ივანა ჯავაიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტთან პროტოკოლი გაფორმებულია და ამ პროტოკოლის მიხედვით ივანა ჯავაიშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში ფუნქციონირობთ ამჯერად ვაგეში ჯავჯავაძის გამზირო 36 ნომერში და ჩვენ არსებული მიზანი ის არის, რომ თურქული ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურა და ხელოვნების გასაცნობად არსებულია ეს ორგანიზაცია და მეორე მხრივ ის არის, რომ ამ ორი ქვეყნის შორის ურთიერთობა უნდა გააზიაროს და დიდი მადლობა, რომ დღევანდელი პროგრამის შესახებ და ახლა მომავალში იმედი მაქვს, რომ ჩვენ ცენტრში ისეთი ერთი დღე უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, ნებისმიერ სურვილს შეუძლია მოვიდეს და გაიაროს კურსები თურქულ ენაში, თუ როგორ იქნება ეს? ჩვენ ამჯერად ივანა ჯავაიშვილის მეხუთე კორპუსში სადაც ფუნქციონირობ, იქ მიდის კურსები. ამჯერად არის 300-მდე მოსწავლე დადიან უკვე კურსებზე და
ეხლა რეგისტრაციები მიდის და 25 თებერვალს ეგრევე კიდე დავიწყებით. და რამდენ ხანს გრძელდება ეს კურსი? ეს ეხლა პროგრამის მიხედვით არის. ჩვენ ეხლა ამჟამად კვირაში 6 საათი 3 დღეში კურსები არის და ის გამოდის რომ 3-3 ნახევარი უნდა გააგრძელოს და კიდე იმის მიხედვით არის ევროპული ენის დონის მიხედვით მიდის ჩვენ როგორც A, B, C და ამ კურსებზე დიახ. ან შეუძლიათ მოვიდნენ ადამიანები, რომელსაც საერთოდ არანაირი განათლება არ აქვს, ხო, თურქული და ნოლიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, თავისუფლად. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროექტი და კიდე რამეს ხوار გეგმავთ აი ამ პროექტის ფარგლებში სხვა? ამ პროექტის პირველი ნაბიჯია ეს ელმოწერა და იმედი მაქვს რომ ამ დღევანდელი დღიდან უკვე ზუსტად საუბარი მიდიოდა ამაზე რომ აი კულტურული ღონისძიებების მხრისას ვიქნებით ეროვნული ბიბლიოთეკასთან რა თქმა უნდა პროგრამებს და როგორც არის კიდე ენის სასწავლი კურსებზეც. ჩვენ სამზე გვაქვს უკვე ხელმოწერა, ასე რომ თუ შეიძლება ისეთ სტენდაპების ჩვეულებრივი ჩაწერა გინდა. კარგით, მადლობა. იგი არა ახლა. მე დავრეკავ შეიძლება.